მები ჩემლამაზო მეგობრებო, აი მეც დაგიბრუნდით, რა თქმა უნდა მინდა რომ მოგეხადოთ უღურმესი მადლობა თქვენი ესეთი კარგი კომენტარებისთვის ჩემი ვიდეოს ბოლოს, ჩემი დაბადების დღისთვის, მოლოცვები, ძალიან დიდი მადლობა და დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი საყიდლები ეს რამოდენიმე დღის ფასდაკლებებია ჩვენთან და რა თქმა უნდა ჩვენც ვყიდულობთ, რადგან მე ძალიან ძვირია და ასე ამიტომ გაჩვენეთ რაღაცა. მოდით ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდე მაღაზია Action-ში, ანუ მაღაზია Action და რა ვიყიდე მაღაზია Maison du Monde. Maison du Monde არის ქვეყნის სახლი. ვიყიდე ესეთი ძალიან ლამაზი ჩარჩო, სურათების ჩასადები. ხომ იცით მაღლა რომ აქვს, აი აქ მე გაჩვენებთ, აი აქ რომ აქვს სურათების დასადები, მინდა რომ ჩამოხსნა ეს ჩარჩოები და აქ მოვათავსო რამოდენიმე სურათი და მარტო ეს დავტოვო. შემხვდა ესეთი ეს შეხვდა მე და დედაჩემს ესეთი ძალიან ლამაზი ვაზა. არ ვიცოდი რისთვის ვიღებდი, მაგრამ ისე მოგვეწონა მე და დედაჩემს რომ მეთქი მოდი ავიღებ. და შემდეგ დედაჩემს მოვიდა ასეთი იდეა რომ შეიძლება აი ამ ყველაფრის ადგილას დაიდოს ეს. მოთავსდეს ესეთი ლამაზი. ნახეთ, ვაუ, მე მგონია ძალიან ლამაზი. და ისე ხის ფერები, ღია ფერები მარტო რომ მოვათავსო. ამ ყველაფერს ვიღებ და ვიდეთ მარტო ამას. მე მგონია, პიპით, ძალიან ლამაზი. ამას მოვაშორებ, მოვათავსებ უკვე უჯრებში. შუქი ავანთე შეიძლება უფრო კარგად დაინახოთ. მე მგონია ულამაზესი. ახლა რა ვიყიდე მაღაზია Action-ში. ეს ჩვენი სურათების ჩარჩო. так, Action-ში ვიყიდე, ანუ Action. ჩემი ახალი დივნისთვის მინდა რომ გადავაფარო რომ არ გაჭუჭყიანდეს ძალიან მალე ასეთი ლამაზი პლედი. და თავისივე ასეთი გადასაფარებლები ბალიში, ბალიშის მუთაკა და უხდება ჩემს დივანს მართლაც მოუხდება. ასეთი ორი. შემდეგ სასუსნაოები. შემხვდა კაკალი, რომელიც ღირდა €20, ამიტომ ავიღე 3 ბაჭკა. მინდა რომ გავაკეთო ქათამი ბაჟე, მე მგონი ბაჟეს ეძახიან, ან როგორც საცივი, მაგრამ ცხელ-ცხელი რომ მივირთვათ. არ ვიცი, მშიოდა და ეს ჩიპსი ავიღე. ეხლა აღარ მშია, მაგრამ საღამოს მომშივდა. საღამოს Netflix-თან მე და დავითს ძალიან მოგვეხდება. ავიღე ჩემი აი ყველაზე კარგი საპნები, ყველანაირი ლაქის მოსაშორებელი, ბავშვების ტანსაცმელს, ბავშვების ფარტუკებს ძალიან კარგად რეცხავს. ისუნი აქვს, ყველაფერში ვხმარობ, ხანდახანდაჟე ვხეხავ და ვყრი ჩემს მანქანაში, როდესაც ვრეცხავ სარეცხს. ძალიან კარგი საპონია. 100 გრამი ღირს €1 და აი მისწრება ასახში ყოველთვის მაქვს ძალიან კარგი რაღაცა. ისევ სასუსნაოებში, რა ვიცი, ვიყიდე ეს ქათამი კურის соусით და კოკოს კაკლის რძით. ხანდახან ხოლმე სამსახურში არ მაქვს დრო რომ წავიდე სადმე მივირთვა, ან ჩემი მშობლების სახლში წავიდე. თან ახლა რომ როგორც იცით დარბაზში დავდივარ და მართლა არ მაქვს დრო რომ საჭმელად მქონდეს 1 საათი, როგორც წესით მაქვს. ამიტომ ვარცხელებ ეგეთ რაღაცებს, ან მეც თვითონ ვყიდულობ ხოლმე რამეს და მე მგონი ეს იქნება კარგი, როცა არაფერი არ მექნება წასაღები სახლიდან. ვიყიდე ესეთი ეს არის ბრინჯი, გაბერილი ბრინჯივით არის. გლუტენის გარეშეა და კარამლის გემო აქვს. უგემრიელესია და არის 93 კალორია. არ არის ცოტა, 93 კალორია არის ბევრი. ეს არის ერთი კარგი შოკოლადი. ნუ დიდი არა, პატარა. მაგრამ კარგი რაღაცა, რადგან გემრიელია, ანაყრებს და თან გლუტენის გარეშეა. ვიყიდე ესეთი თხილკაკალი, შერეული
ხანდახან ხოლმე საღამოს თუ დავიდი მაგალითად გაგვიხსნის ერთ ბოთლ ღვინოს, თეთრი ღვინო, თეთრი ტკბილი ღვინო, ძალიან უხდება ესეთი თხილკაკალი, ესეთი სასუსნაოები, ამიტომ 2 პაჩკა ავიღე. და თუ მაგალითად მეგობრები მოგვიყვნენ რაღაცა, ძალიან მისწრება საღამოს ყველაფერთან. შემდეგ შემხვდა ეს არის არ ვიცი ნაღდი მარმალიროა თუ არა, მაგრამ უმძიმესია. რა წერია? რა წერია? Blanche à service en marbre. ხო, ნაღდი მარმალიროა, მეგობრებო, მძიმეა ძალიან და მინდა რომ მოვათავსო ჩემს აბაზანაში და აქ დავდო კბლის ჯაგრისის და საპნის დასადები, როგორც ნახეთ, Primark-ში ვიყიდე ახალი საპნის და ჯაგრისის მოსათავსებელი. ამას ახლა წავიღებ დავდებ. ვიყიდე სამთელი, აი ეს სამთლები ძალიან მიყვარს. ზუსტად ეს სუნი არ არის, რადგან სხვა სუნები არ იყო და ყველაზე მეტად ეს მომეწონა, მაგრამ არ არის ძალიან მაგარი სუნით. მაგრამ რა მიყვარს, აი ეს არის ხის უბრალოდ ხეარი, რომელიც როდესაც იწვება გამოსცემს ხმას თითქოს და სახში პატარა ბუხარი გაქვს. აი ძალიან მაგარია, აი რაღაცნაირი აი ისვრის, მიხვდით, აი როგორც ბუხარში ხე რომ ისვრის ხოლმე, მასეთი ხმები აქვს და ძალიან სასიამოვნოა საღამოს. და ძალიან კარგიც არის ლამაზკოლოფშია. ესეც სამთელი. შემდეგ დაგვრჩა კბლის ჯაგრისი ვიყიდე, რადგან ძალიან იაფია აქციონში ისა კბლის პასტა უფრო სწორად. ძალიან იაფია. ესეთი კბლის პასტები მაღაზიაში 2 და 3 ევრო ღირს, დაჟე 2 და 3 უფრო 3 ევრო ღირს. იქ ევრო და 50, ამიტომ ხშირად იქ ვყიდულობ. ნაგვის პარკებიც იქ ძალიან იაფია. ევრო ღირს ეს პაჩკა, როცა შიგნით რამდენია 10 ცალია და მაღაზიებში 2 და 70 ღირს მაგალითად. ვიყიდია ეს ჟელე, ეს არ ღირს უფრო იაფი, მაგრამ ძალიან კარგი ჟელეა და მე რომ ძალიან ხშირად არ ვრეცხავ ჭურჭელს, ანუ ყველაფერს მანქანაში ვცდილობ რომ მოვათავსო, ყოფნია ეს 1 თვე. და ვიყიდე აი ასეთი დაფა, ოღონდ ეს დაფა არის. ეხლავე წაგიკითხავთ, ნუ თუ რა წერია ზუსტად. ზედ წერია ტაპი დიატომით. დაგიწერთ, რას ნიშნავს ტაპი დიატომით. ესე იგი, ჩვენ როცა ვიყავით დასასვენებლად, ჩემ მშობლებთან ერთად როგორც გახსოვთ, თუ გახსოვთ, ვიყავით დასასვენებლად და აბაზანაში არ იყო ნოხი, აბაზანის ნოხი არ იყო, პატარა ნოხები რო ხო იცით აბაზანაში. არ იყო, იყო ესეთი რაღაცები და მეთქი ეს რა არის. მეგობრებო, ძალიან მაგარი რაღაცაა. თითქოს ხე არის, ანუ ხისგან არის დამზადებული და იწოვს, იცით როგორ სისველეს, ანუ ზედ რომ დგები, სველდება და რამოდენიმე წუთის მერე შრება და თითქოს არაფერი. ისო, არც იბერება, არც რაღაცა საშინელი ფერი აქვს. ჯერჯერობით ჩვენ რომ დასვენებლად ვიყავით იქ, ძალიან კარგად ხმარობდით და ძალიან გამიკვირდა და ეხლა ჩვენს მაღაზია აქციონში მოვიდა. Absorbe l'eau en quelques secondes sans laisser de traces. ესე იგი, იწოვს წყალს რამოდენიმე წამის შემდეგ და არანაირ კვალს არ ტოვებს. რა წერია კიდევ? რა წერია კიდევ საინტერესო არც არაფერი მე მგონი. Tom დაგიწერთ ქართულად როგორ არის. Entretien facile. ხო, არაფერი არ სჭირდება. უბრალოდ შეიძლება რომ გაიწმინდოს ჩაოლებრივი ესეთი გუბკით, როგორც აქაჩვენებს. ძალიან მაინტერესებს. დასასვენებლად რომ ვიყავით, ძალიან კარგი რაღაცა იყო. აი როგორც ხედავთ, ასედებენ. ამიტომ მე ჩემს აბაზანაში დავდებ და ვნახოთ თუ შეცვლის აბაზანის ნოხს. ასე მეგობრებო, მეტი აღარაფერი, მე მგონი უკვე ბევრია. ასე მეგობრებო, წავედი. ახლა უცბად გაჩვენებთ რა ვიყიდე მაღაზია Leclerc-ში. შემხვდა ესე რომ
ძალიან დიდი ხანია მინდოდა დამეტესტა, რა ვიცი, ყველა ინფლუენსერი ამბობს, რომ ძალიან მაგარია, ამიტომ ჩემთვისაც როგორც იქნა შევიძინე, მე მგონი დიდი ხანია ეს გამოსულია, მაგრამ მე ახლა ვიყიდე. ძალიან დიდი ხანია არ მიხმარია თმის დამცავი, ანუ როდესაც თმას ვისწორებ, ან თმას ვიხვევ, ადრე ყოველთვის რამეს ვისმევდი, ან ვისხურებდი, როცა ვისწორებ, ვიხვევ, რომ თმა არ დამეწვას და მე მგონი უკვე ამისთვის ვერ გადამედო ხოლმე და ვერ მეყიდა ჩემთვის ადრე ყველაფერს ყიდულობდი, ახლა ბავშვები მყავს, ბევრ რამეს უკვე ვეღარ სულ ფიქრობ, რომ მაგის მაგივრად რამეს ბავშვს ვუყიდი მაგალითად. ამიტომ ეს ყველაფერი რაც გაჩვენეთ ვიყიდე ჩემი დაბადების დღის ფულით, ანუ დაბადების დღეზე მაჩვენეს ფული მშობლებმა, დავიდის მშობლებმა და მეთქი ჩემს რაღაცებს ვიყიდი. ამიტომ ვიყიდე ესეთი შემხვდა თმის დამცავი იცავს 230 გრადუსამდე, ამიტომ კარგია. ძალიან მალე ისევ გადავიღებავ თმას ღია ფერად, როგორც ადრე მქონდა, ანუ მერილება მე მგონი ეძახიან და დამჭირდება აუცილებლად ეს იასამნისფერი შამპუნი, ამიტომ ეს ავიღე და შემხვდა ეს Revlon-ის ძალიან ლამაზი ფერი, ტუჩსაცხისტი ყავისფერი, ძალიან მომეწონა. ავიღე და მთავარი ეს არის აი ეს ასეთი სავარცხელი ფენი ბაბილისის, ძალიან მაინტერესებს როგორია და მოდი ერთად გავხსნა და დავტესტოთ. კარგია. და ყველა მაყუთია. ესე იგი, ასეთი გამჭერია და ასეთი პირები აქვს. კარგი მომენტს ვტესტავ, რადგან თმა დღეს დილით დავიბანე და აი არაფერი არ გამიკეთებია, თმაზე ესევე დავტოვე. ვისხუროთ ჩვენი დამცავი. არც ვიცი რამდენია. ნუ ესე მივისხურებ. ზემოდან რომ ეს შევიდე. თან მეთქი ძალიან მალე რომ თმას ისევ გავეღიავებ. მინდა რომ დამცავი მქონდეს მაინც და ძალიან კარგი სუნი აქვს. მიყვარს როცა თმას კარგი სუნია. ძალიან ჩატეა, სადმე წაღება თუ უნდა. შეიძლება რომ წაიღო. და მაგის მეშინია ხოლმე, როცა ძალიან ჩატეებია. მაგის მეშინია, რომ ძალიან ჩატეგებას ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის კარგი. მაგრამ ნახოთ, ფიფქიან როცა რომ გაცივდეს თმა, ცხელი და უფრო ცხელი. და ეს კარგია, იმიტომ რომ როცა ვიხვევთ თმას, ჩვენი კულულა უნდა გაცივდეს, რომ ისევ მასეთი დადგეს და იყოს დახვეული. ამიტომ მაგაზე ჩართვა შეიძლება და კარგია. ახლა ხმა გავიგოთ როგორი აქვს. კარგი ხმა. უკვე ცხელდება. ახლა გავთიშავ ხმას თქვენთან და მე უკვე ჩემთან ჩავთავ ჩვენს აპარატს და დავიწყოთ ნახოთ როგორ ბრუშინგს მომწევს. როგორც ხედავთ, ჩემი თმა არაფერს არ გავს. Ani ვეძებდი ასეთ აპარატს. ძალიან მაგარია. სიმართლე გითხრათ, ჩემს დაბადების დღეზე დავიდმა მითხრა, რომ მოდიო დაიზონს გიყიდიო. ძალიან მენანებოდა 500-600 ევროს მიცემა დაიზონში მეგობრებო. აი ძალიან. კი ძალიან მინდოდა, მაგრამ მე რო ფიქრობდი, მე რო ვუყურებდი ვიდეოებს და ძალიან ბევრი პროფესიონალი გოგონები ამბობდნენ,
რომ დაიზონის ხმარება უნდა იცოდე. ანუ ისე კარგად უნდა იცოდე, როგორც ფენით იცი კარგი ბროშინგის გაკეთება და მე არაფრის გაკეთება არ ვიცი. მინდოდა რაღაცა ესეთი როგორც ჩვენ როგორც იციან, უბრალო გოგოებისთვის. ძალიან კარგი ჩანს რა ვიცი. ახლა მოდით ნახოთ მეორე სავარცხელი რას აკეთებს, როგორ ეფექტს აძლევს. ძალიან კარგი რეზულტატი. აი ესეთი მინდოდა ყოველთვის, რომ ეთმო მქონოდა ესეთი ვოლიუმ და თან გასწორებული. ანუ შეიძლება რომ უბრალოდ აი ესე გაიწრო. როგორც ხედავთ, ძალიან მაგარი რაღაცაა. ნუ მაგარი როგორი. თმა ცოტა გამწვიდა. ძალიან კარგია ახლა. ფასისთვის ძალიან კარგია. ღირს 40 ევრო და მე ფასდაკლებაში მივიცი 20 ევრო. 20 ევრო არაფერი არ არის. 2 წელიც რომ გამიძლოს, ძალიან მაგრერია. სულ მინდოდა ხოლმე ეგეთი რეზულტატი და არასდროს არ გამომდიოდა. ახლა თან შეიძლება რომ თმა შეიჭრას ადამიანმა, ანუ ეს ბოლოები მოიჭრას და უფრო იქნება სისქები, ხვდით, როცა აი თმა აიჩეხება. რაღაცნაირად თან მე მგონი ამანაც თავისი მის სანიტოროზე წერია რომ ვოლიუმ თან შეღებილი თმისთვის არის და როგორც ეს ძალიან კარგი ბრენდია, თვითონ ეს ვინც გამოუშვა. და ალბათ მაგანაც მომცა ესეთი რაღაცნაირი თავისი ვოლიუმ ძალიან მომწონს. მიხარია ძალიან. ასე მეგობრებო, თუ საფრანგეთში ცხოვრობთ და თქვენს გინდათ რომ შეიძინოთ, მაღაზია Leclerc. მაგრამ Leclerc, ანუ უნდა შეხვიდეთ, სადაც თმის ფენია და თმის გასასწორებლები იქ არის. ასე მეგობრებო, რა ვიცი, სხვა რა ვიყიდე, უკვე ბავშვებს ვიყიდე. პამპერსები მგონი ძალიან საინტერესო არ არის. სველი სალფეტკები სუჭურდება. აი ესეთი ყოველდღიური რაღაცები. ასე მეგობრებო, მგონი დღეს აქ გავაჩერებ ჩემს ვიდეოს. თუ რამე საინტერესოს გავაკეთებ, გადაგიღებ. დღეს მინდა რომ გავაკეთო ბურგერები სახლში. ვფიქრობდი რომ რამე ნამცხვარი კექსი გამომეცხო, რომ დილით ყავასთან ძალიან გვიყვარს მე და დავით, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ დღეს რომ გავაკეთო უკვე ხვალამდე გაშრება და რაღაცები ძველი იქნება უკვე. ამიტომ მე მგონი დღეს საღამოს გავაკეთებ ცომს და ხვალ დილით როგორც კი ავდგები შევაგდებ ღუმელში და ცხელ-ცხელს მივირთვეთ. ეგ არის კარგი იდეა. ასე მეგობრებო, ალბათ უკვე ამ ვიდეოს კიდევ გავაგრძელებ, ან აქ გავჩერდები. ვნახოთ. ახლა არის მეორე დილა. დავიგვანე უკვე სახე და ვისმევ ამ ჩემს სერომს, რომელიც გაჩვენთ რომ ვიყიდე. ძალიან სასიამოვნო წასასმელია. ვფიქრობ რომ ძალიან ძაფრი სუნი აქვს. როგორც კი კარგად წაისმევთ სახეზე, სახე
იკრავს საშინლად, მაგრამ შემდეგ ზემოდან, სერომის ზემოდან რომ ვისმევ ჩვეულებრივ ჩემი დღის კრემს, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ ეფექტს აძლევს, კანი არის კარგად დატენიანებული, აი ნახეთ როგორ იკრავს, ძალიან იკრავს სახე. მაგრამ კრემის მერე ყველაფერი უბრუნდება ნორმას. უკვე რამოდენიმე დღე ავხმარობ და კარგია, ვერ ვიტყვი რომ ვაიმე ვაბოდებ ძალიან მაგარი რაღაცა, ჯერჯერობით კარგია, სასიამოვნოა დილით, ისეთი გამაგრილებელი ჟელი რომ წაისვა სახეზე და შემდეგ კვებავი კრემი. ასე გადავისვათ ჩემი სახის კრემი, მაგასაც უკვე დიდი ხანია ვხმარობ და ძალიან მაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, კოდალის კრემი უზომოდ კარგია, კარგად ძვირიც ღირს, მაგრამ მართლა კარგია. როგორც გითხარით, ეს დავით მამაჩუკა და მე არ მგონია რომ ის ვახლიდან ვიყიდო, რადგან ძალიან ძვირი ღირს. ასე რა თქმა უნდა, ხელის კრემს, აი როგორც იტყვიან, სვავ, ჭამ. ძალიან ხშირად ვხმარობ ხელისთვის კრემს. ახლა ვიწყებ მაკიაჟის გაკეთებას. აქ ვისმევ ჩემს საყვარელ ტონალურს, მაკის ტონალური ძალიან კარგია. აი ვერ წარმოგიდგენთ როგორი კარგია, ანუ დილით რომ წავისმევ საღამოს, იგივეთ რჩება სახეზე, ანუ არსად არ მიდის, კანი არ იწოვს, კანი არ მიბზინავს. როცა აი მაგალითად ლორეალის სამწუხაროდ ტონალური ძალიან მალე ქრება სახიდან, ანუ სახეზე თითქოს გადნება, გიბზინავს სახე და საღამოს თითქოს და დილით მაკიაჟი არც გაგიკეთებია. ამიტომ ხვდები რომ კარგი ტონალური, მაინც კარგი ტონალურია და უფრო კარგად რჩება სახეზე. ვისმევ ჩემი ფუნჯით, როგორც გახსოვთ რომ ვიყიდე, ძალიან კარგი ეფექტს აძლევს, ვფიქრობ რომ სპონჯით ისეთი კარგი არ არის, როგორც ფუნჯით, ადრე არ მიყვარდა მე ფუნჯით და ვფიქრობ და ეხლა უფრო რაც დავიწყე უფრო ფუნჯით წასმავ, ხედავ რომ ფუნჯი თითქოს მოაქვს რაღაცნაირი უფრო ნატურალური ეფექტი, უფრო კარგად ისმევა და არ იწოვს თელ ამ ტონალურს როგორც სპონჯი საშლად ყველაფერს იწოვს. ახლა ეგრევე ვისმევ ბლაშს, რადგან ეს არის კრემოვანი ბლაში, Sephora-ში რომ ვიყიდე ხომ გახსოვთ და მეთქი ერთ ვიდეოში დავტესტავ, ამიტომ გაჩვენებთ იგივე ფუნჯით ვიღებ, რადგან როგორც გითხარით, ფუნჯი არ იწოვს. ამიტომ მე ქრება ფუნჯიდან ეს წითელი ფერი და ეს ვარდისფერი ფერი და მეორე დღეს რომ ვისმევ ისევ ტონალურს არ არის, ამიტომ იგივე ფუნჯით ვისმევ და ძალიან მაყოფილი ვარ. მე ძალიან მიყვარს კრემოვანი ბლაში, კრემოვანი კონტურინგის გასაკეთებელი და ძალიან კარგია. მართლაც თან Sephora-ში არ არის ცუდი ბრენდი და არც არის ძალიან ძვირი. ამიტომ ესე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე აღარ მექნება, რადგან ყოველ დღე ვისმევ. და როგორც ხედავთ, როგორც კი კარგად წავისვი ლოყებზე, უკვე შემდეგ ყველგან გადავდივარ ამ ჩემი ფუნჯით, მაღლა შუბლზე, დაბლა, ცხვირთან, რომ მომცეს ეს ნატურალური ეფექტი და არ მქონდეს რაღაცნაირი აი მარტო თითქოს და ტონალური რომ მისვია. ხედავთ, ძალიან კარგი ნატურალური და კარგი ეფექტი აქვს სახეზე. მოდით ახლა დავტესტოთ ეს ყავისფერი ტუში, როგორც გახსოვთ რომ ვიყიდე Sephora-ში, მე უკვე დავტესტე, ვარ ძალიან მაყოფილი, ესეც აძლევს ასეთ ნატურალურ ეფექტს, რადგან არის ყავისფერი და კარგად აძლევს, ანუ სიგრძეს აძლევს ჩვენს წამწამებს, აგრძელებს რაღაცნაირად. ჯერ ასე ზემოდან ვისმევ აი ეს როგორც ხედავთ ვიდეოში, ვაცდი რომ ცოტი გაშრეს, აი ასე და შემდეგ უკვე ვიპრიხავ ფუნჯის დახმარებით. თუ ჯაგრისის, არ ვიცი როგორ ეძახიან ზუსტად ამას ქართულად.
და ვნახოთ ეს ტუჩსაცხი, ეს არ მიხმარია. ახლა ერთად დავტესტოთ, ახლა ერთად ვნახოთ. ჯერ ძალიან გამიკვირდა მეთქი ეს რა ფორმა აქვს წასასმელს და მე მივხვდი რომ პირიქით უფრო ადვილი წასასმელი აქვს. ფერი ძალიან მომწონს, არის ესეთი მუქი ბეჟი ფერი და არ ვიცი უზომოდ კარგია, რადგან მაგ დღეს საღამომდე მესვა ტუჩსაცხი, როცა საჭმელიც ვჭამე, წყალიც დავლიე, ყავაც მივირთვი, იცევ ასე იყო მიმხმარი, ოღონ ძალიან მიმხმარი არა. იმიტომ რომ ანუ არ გამიშრო ტუჩები. როგორც ხედავთ, თან დავიდი მეჭორავება. აი ნახეთ როგორი კარგია და ესეთი ნატურალური ეფექტი აქვს.